მოგესალმებით, ვესალმები აუდიტორიას. ვესალმები მაყურებელს. თქვენსაც. რა შედეგი შეიძლება იყოს? ეხლა ჩავიდნენ ადა და გეორგი იქა და ნატო და ეგრევე გაუჩარხავენ გასაღებს და გამოატნებენ, რა თქმა უნდა არ ხდება ასეთი რაღაც. ჩვენ ვართ შეყვანილი ჩიხში. საქართველოს იმყოფება დღეს ჩიხში. რომელშიც ისევ ჩვენ მივიყვანეთ ქართველებმა ჩვენი თავი ჩიხში. ცუდად გვაქვს დაცდილი ეს რა თქმა უნდა შეხვედრები რუსებთან, ბოლო შეხვედრა მაგალითად 2006 წლის 13 ივნისის ოჩაში როცა შეხვდა სააკაშვილი პუტინს და ერთ თვეში ლაშქრობა დაიწყო კოდორის ხეობაზე და მე ჩავაბარა. რა თქმა უნდა ცუდად გვაქვს დაცდილი და ცუდ ასოციაციებს იწვევს, როცა რუსეთში ვიდიან მოლაპარაკებაზე. მაგრამ ჯობი ასე ღიადია რომ მოსალაპარაკებლად ვიდრე ჩავლენ ჟენევაში და იქ შეხვდებიან ფსბ-ს წარმომადგენლებს ან ამერიკაში შეხვდებიან. ასეთი ხდება თქვენი ინფორმაციით? ჩემი ინფორმაციით ხდება, კი არა, ძალიან ბევრი რაღაცები ხდება. ასევე მინსკში ჩადიან შესახვედრად და ჩუმად. იატაკქვეშ არ უნდა იყოს შეხვედრა რუსეთთან. უნდა იყოს პირდაპირ შეხვედრა. ეხლა დავამთავრებ ახლა რაც ხდება დღეს. ვესალმები რა თქმა უნდა ახალგაზრდებს, რომლებიც საზღვართან არიან. ისინი გულანთებული ხალხი არიან და სწორედ ასეთ ხალხზე აპელირებენ აბსოლუტურად. აი დაუფიქრეთ ერთი წუთით რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ახლა ჩვენი პატრიოტ ალიანსის ხალხის დეპუტატების ჩასვლამ რუსეთში. აი ავიღოთ ვარესი, ცუდი. რა შეიძლება მოხდეს ცუდი? არა, ილაპარაკებენ, ვიღაცა შეხვდებიან, რაღაცა შეიძლება ახალი გაიგონ, რაღაცა შეიძლება სიმპათიები აღუძრონ იმათ, რაღაცა სალაპარაკოდ გამოიწვიონ. ანუ კითხვას ასე სვავთ, რას გააფუჭებენ თქვენი თანხმოვანები? უარეს რას შეძლებენ? ვიღაცა თქვა ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი კორზოია იყო, ხო? რომ დავალებებს მიიღებენ თუ იმან ალასანიას პარტიიდან როა ნინო გოგუაძე. ხო, გოგუაძე. მაგრამ დავალებებს მიიღებენ რუსეთში და ჩამოვლენ უკან. ყველაფერს ესე იგი ისეთ ცუდ დღეში ვართ ჩვენ ქართველები, რომ ალბათ ასეთ ცუდ დღეში დიდი ხანი არ ყოფილვართ. ერთმანეთს ვართ გადაკიდებული სულ და სწორედ ვინ გადაგვკიდა ჩვენ ერთმანეთს? სწორედ რუსეთმა გადაგვკიდა. ვის არ აწყობს რუსებთან ლაპარაკი? რუსებს არ აწყობს. ვალი აქვს მას ჩვენი ტერიტორიები, უნდა დაგვიბრუნოს. ვისაც თქვენი ვალი აქვს, იმას აწყობთ თქვენთან ლაპარაკი? რაც უფრო დიდხანს არ დაელაპარაკები, იმდენ ხანს შეინარჩუნებს ეს თავის ვალს. და ეკნება და იხმარს თქვენ. რომ ელაპარაკებით ვალის დაბრუნების შესაძლებლობას დალაპარაკება, ახლა საერთოდ ტერიტორიების დაბრუნება როგორ ხდება? ხო არსებობს რაღაცა მაგალითად მეთოდი ომით, ლართვეული ომით დაიბრუნო, ხო? ამის საშუალებაც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გვახსოვს ჩვენ ავღანეთში შევიდა საბჭოთა კავშირი და სერბილით გამოვიდა მერე საბჭოთა კავშირი იქიდან, იმიტომ რომ იმათმა იომესო, ერთ გერი მთლიანად დადგა ერთად იპარტიზნეს და გამოაქციეს საბჭოთა კავშირი იქიდან. ხო ასე იყო, მოსდევდნენ გზაში. მაშინ ასე უნდა შევიკრათ სულ ყველა ჩვენ, შევქნათ პარტიზანული ჯგუფები და ვიბრძოლოთ. კი ბატონო, ჩვენ ამაზე არ ვართ წინააღმდეგი პატრიოტები. ესეთი, მაგრამ შეიძლება ერთხელ შეხვდე, ორჯერ შეხვდე, სამჯერ შეხვდე, რადგანაც არ არის არაფერი გამოსავალი არ ხდება, მაშინ უნდა იფიქრო მეორე სულაზე. მეორე სულა შეიძლება რა იყოს? მეორე სულა შეიძლება იყოს ის, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველები ჩავიდნენ აფხაზეთში და სამაჩაბლოში და იცხოვრონ იქა. აფხაზებთან ერთად და ოსებთან ერთად. დამთბარი იყო ურთიერთობა გახსოვთ, ძალიან აფხაზებს უნდათ ჩვენთან, ოსებს ჩვენთან უნდათ მეგობრობა, იმიტომ რომ ერთად ვართ გაზრდილები, ერთი სამშობლო გქონდა და რატომღაც მოხდა ესე, რომ ტრებად გაგხვდეს, ხო? რაღაცა მცდელობა ხო უნდა იყოს. იმუშაონ, ჟენევის ფორმატშიც იმუშაონ, პარიზშიც ჩავიდნენ, ინგლისშიც ჩავიდნენ, ვისაც ეს მიესულება იქა, წავიდნენ იქით და პარალელურად იმუშაოთ, ყველა მხარეზე იმუშაოთ. ვაკეთოთ საქმე, მაგრამ ეს ხო არ შეიძლება მუდმივად გაჩერებული ვიყოთ, არა? და რაც უფრო დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს. რაც უფრო დიდხანს ვიქნებით გაჩუბებული, უფრო შორს მიდის აფხაზეთი ჩვენგან, ხო ასეა? ამიტომ არის უბრალოდ რომ იყო ლაპარაკი იმაზე. ეხლა ვის არ აწყობს ქართველებისა და რუსების ლაპარაკი? ვის არ აწყობს და რუსეთში მოკალათებული მოგვთა ხორა ქართველებს, რომლებსაც თავიანთი ხალხი ყავთ საქართველოში, როგორც კი აქ მომწიფდება შეხვდეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლებას და აყაყანებენ ეგრევე აქაურობას, რომ არ შეიძლება შეხვედრა. რატომ? იმიტომ რომ კარგავენ ძალიან დიდ ფულს. კარგად იყენებენ, კაი, ოქროს დედალი ყავთ დაჭერილი და ოქროს კვერცხებსაც ადებენ და აკეთებენ ფულს. გვახსოვს როგორ გაყიდეს კოდორის ხეობა რა თანხები აიღეს ამაში. გვახსოვს გახსოვთ ალბათ ოქროაშვილის სიტყვები, ხო?
ფეკალიებს რო გზავნიდა ბოდიში აუდიტორიასთან და ხალხთან. გახსოვთ რა ებსაბობდა? ვინმე იფიქრებდა რომ ოქროშვილი შეიძლება რუსების აგენტი ყოფილიყო? და საერთოდ სპეცსამსახურები როგორ მუშაობენ? მუშაობენ ისე რომ ყავდეთ ადამიანი ისეთი, რომელიც რომ აზრზე ვერ მოხვიდე, ვინაა ის? და გაგიყვანოს სხვაზე. აი ბატონო ემზარ. სხვა ხალხზე. ამიტომ გეუბნებით რომ ეს ვიმუშაოთ სულ ყველამ. გინდა ასეკეთე ქვეყნისთვის გააკეთო. წადი დააკეთე, სადაც შეგიძლია. მე რატომ იშლი ხელს? აი ეს არის მთელი ისა. წავიდნენ ილაპარაკო, რა მოხდა მე? დამალულად წავიდნენ, ფარულად შეხვდნენ ვინმეს ურა? აი ფარული შეხვედრები არ უნდა იყოს. ფარული შეხვედრები ძალიან ბევრი გვახსოვს. ძალიან ხშირად იყო და რომელმაც ძალიან ცუდი ამბები მოგვიტანა. ამიტომ ახალგაზრდების გამოყენება იმისთვის ახლა კიდევ ისა. მახსოვს მე ჩასული ვიყავი მე მაგ გეგმა ანექსიის შეჩერების. ჯერ ანექსია უნდა შევაჩეროთ და მე უკვე ვიმოგრო კურსა თავდაცვის წესები, ხო? ჯერ უნდა შეაჩერო მოწინააღმდეგე და მე უკვე გააკეთო თავდაცვითი რუბეჟი და მე უკვე გადახვიდე შეტევაზე თუ ამისი სურვილი გაქვს და ზალა. ჯერ უნდა შევაჩეროთ ეს ანექსია, ხო, ცოცავი. როგორ უნდა შევაჩეროთ? მე ამაზე ვილაპარაკე პარლამენტში. ამის შეჩერების არსებობს ერთი კანონის მიღება. უკანონო ბრძანების წინააღმდეგ არის საჭირო კანონის მიღება. ჩასული ვიყავით მე, ადამ არშანია, მანუჩარ მაჩაიძე, ვაჟა ოთარაშვილი, შარშან წინ იყო, არა რომ კილომეტრი და 800 მეტრი როგორ წამოიწივნენ წინ. რუსები და წაიღეს ამ ხელა ტერიტორია. ჩავედი და ვეკითხები იმ ადამიანებს, ვისაც ევალება თავისი დაცვა. სამართლოს უფროსი იყო, ვაშკაცი ბიჭები, შეხედა უკეთეს რას ნახავ. და ვეუბნები, სად არის თქვენი წესდება? როდესაც საზღვარი ირღვევა, ნუ პირობითად საზღვარს ვიზახე ხარ. ირღვევა საზღვარი თუ საოკუპაციო ხაზი, როგორ უნდა მოიქცეს ის ადამიანი, რომელიც იქ დგას და იცავს ამ ტერიტორიას? მათ არა აქვს დავალება რომ დაიცვან ეს ქვეყანა. არა აქვს დავალება კი არა. ჩამოგდებული 2 მეტრიანი ვაშკაცები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავ ჩამოგდებული მისვენენ. ხმას არ იღებენ და ბოლოს მეუბნება. ბატონო ემზარ, ჩვენ რას გვერჩითო? ისეთ სიცაცუდავი თვალებით შემომხედა, რომ მართლაც შემეცოდნენ. აი ესე გააკეთა, ზემოდანაა ბრძანებაო. აი ეს ბრძანება არის უკანონო ბრძანება. ბოლოს და ბოლოს არ უნდა მივიღოთ ერთი კანონი იმისთვის, რომ ეს ბრძანება რომ ამ ბრძანებას რომ მისცემენ, ჯარისკაცი იქნება თუ პოლიციელი იქნება, არ შეასრულებს და ამ არ შესრულებისთვის არ დაისაჯოს ის და პირიქით სახალისდეს. აი მაშინ თუ იქნება ანექსია დავინახავთ ვერე. გვალოთ, კავდონ მან არის ლოგიკა იმაშიც ბატონო ემზარი ამბობს, რომ ვიმუშაოთ ყველა ფლანგზე. რატომაც არა ყველასთან. ბოლო განცხადებას მისას კატეგორიულად არ დავეთანხმები, რომ